ღია სკოლის დაწყება. კი. რომელ კლასში მეყვარი? პირველში. პირველში მეყვარი? და ანუ მზად ხარ უკვე სწავლისთვის, ხო? კი. ბევრი რაღაც გეცოდინება უკვე. აბა წარმატებას გისურვებ. გისურვებთ რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით დავულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველ კლასელებს, რომლებიც დღეს ჩვენი სკოლის კარში შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა მიიღოს სწორედ აქ, ხოლო შემდეგ ამ ცოდნით ემსახურონ ჩვენს ქვეყანას და ღირსეული მამული შვილობა დაუწიონ სამშობლოს. სკოლაში მიდივარ, ჩავანაგებ წიგნები და მიტკოჟოკოჟუდივარ. ხერხს დავწევთ ოჯინას, მე მალე დავბრუნდები. წერა კითხვას თუ ისწავლი და შენ გასწავლით პირდები. იქ ახალი მეგობრები მრელიან, ჩემთან ერთად ჩემს სიმღერებს წერიან. Ai Kiki, ai Tati, ai Yao, Sifaruli Nuezahiano. Ai Kiki, ai Tati, ai Yao, Sifaruli Nuezahiano.
მომღერალთა მეფანდურეთა გუნდი. შორიდან გაისმის არების ხმა, თენდება
მეორე კურსის სტუდენტი არის. წარმატება უსურვოთ სტუდენტურ ცხოვრებაში და კიდევ ცხოვრებაში. ბუდოს კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს გადაეცემა ოქროს მედალი. ძალიან წესიერი ახალგაზრდა, ზრდილობიანი, ამიგებელი. სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს გადაეცემა ოქროს მედალი. წარმატებები მომავალი ექიმიანი ჩვენი ლუკა ავად მუდახები, მაგრამ აგებყავს ჩვენი ექიმი, ჩვენი მონიჭალის. მადლობა, მოგესალმებით ყველას, როცა სახელმწიფოს არული ვარ, ესეთი დიდი შემართებელი, დიდი სიტყვები განწყობილი, რომელიც ეყაუდი თორემ დამატად გადაერგო და მე მინდა გითხრათ, რომ ვიყოთ როცა მე დღესავით შემოვედი აქტიურად, შემოვედი როცა დღესავით სწავლობდი მე-13 სკოლაში და დავასრულე ეს სკოლა. და მადლობა მინდა გამომიყენო ეს სიტუაცია, მადლობა მინდა უთხრა ყველა პედაგოგ მასწავლებელს, რომელიც ჩვენთვის ზრუნავდა, რომ გასულეცა დოდნა და დღევანდელ დღესაც ესე შრომობენ, ესე ცდილობენ, რომ ჩვენ მოგაწოდოთ ეს დოდნა და აღზარდოთ მომავალი თაობა ქვეყნისთვის სასახელოდ. წარმატებებს გისურვებ, გაგლოცოთ, გაგეცნათ გული და გონება, მეტყველო შეიმეცოთ და მეცნიერება, რათა შემდგომში გამოადგეთ ჩვენს ქვეყანას. დღეს შეიძლება ითქვას ისე, როგორც არასდროს სჭირდება ნასწავლი, განათლებული, ქვეყნის მოსიყვარულე შვილები ჩვენს ქვეყანას და მე მინდა რომ ესეთები იყოთ. მე მჯერა რომ ესეთები იქნები და ჩვენი დაუღალავი შრომისა და მეცადინეობის შედეგად მიაღწევთ ყველა იმ ჩანაფერს, ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩვენ გაქვს დასახული. დაგლოცოთ, გაგახაროთ მშვიდობიან წელს გისურვებთ ყველას, პედაგოგებს, მოსწავლეებს და ბატონ ვალერის დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ და მშვიდობით მივაღწევთ. ძვირფასო მოსწავლეებო, ძვირფასო ასწავლებლებო, ძვირფასო მშობლებო. მინდა მოგილოცოთ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება. ეს სასწავლო წელი განსაკუთრებით მინდა მივილოცოთ ჩვენს პირველ კლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაგებენ ჩვენი სკოლის კარებს. მათ მინდა უსურვო წარმატებები და კარგი სწავლა. თქვენ პირველი მეგობარი შეიძენთ დღეს თქვენი მასწავლებლების სახით, რომელიც გიჩვენებს დღეს გვერდს. მესამე სასწავლო წელია, ყურადღებით გასაგებთ, ჩვენი სკოლა იწყებს ჩვენი საყვარელი მასწავლებლის, მაიკო მასწავლებლის გარეშე და მე მინდა რომ წუთიერი დუმილი მივაგოთ მაიკო მასწავლებლის სკოლას. ეს ჩვენს პირველ კლასელებს საჩუქრად გადაეცემათ წიგნები, სახელმწიფო მიიზრონა მათზე, ასევე გადაეცემათ კომპიუტერები, რომელსაც თქვენ მიიღებთ საკლასო ოთახში შესვლისთანავე თქვენ მშობლებთან ერთად. სანდელი წელი ჩვენი სკოლისთვის ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ჩვენი მოსწავლეებისგან. ჩვენმა კურსდამთავრებლებმა მოიპოვეს 100%-იანი გრანტი და მე მინდა ჩამოთვალო, იმიტომ რომ ეს ხალხი ნამდვილად ასახელებს ჩვენ ქვეყანას. ეს არის ნათია გერიაშვილი, ანი ბორაშვილი, ნინო შალაძე. 70%-იანი გრანტი ჩაირიცხა ანი ყიდაშელი, ანა ნაკაიძე. 50%-იანი გრანტი ჩაირიცხა მარიამ ჟუჟუნიჟაშვილი, ანდრო ბაკაშვილი და კეთი საკევარაშვილი. წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს მოსწავლეებს სტუდენტურ გზაზე. ჩვენი სკოლის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთმა პირველმა კადეტთა სასწავლებელში წელს კონკურსში გაიარა გამოცდები, ჩააბარა და ეს არის გოგონა ჩვენი მოსწავლე, ეს არის ჩვენი თამარ აბრამიშვილი. მივუწოთ თამარს წარმატება, ის მომავალი სამხედრო არის, თუშეთის სკოლაში იყო შაბათს მე შევხვდი, მაგრამ დღეს ვერ არის ჩვენთან, იმიტომ რომ სწავლა ეწყება და შემდგომ მომავალ წელს აუცილებლად სამხედრო ფორმით იქნება და ის მოგილოცავს სწავლის დაწყებას. 2025 წლის ივლისის თვეში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაევალა
საქართველოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას და ძალიან ისეთ მოკლე პერიოდში ფორს-მაჟორულ დროში დაიწყო ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია. მე მინდა ყველა ის მშენებელი, რომელიც ძალიან ბევრი იყო ჩვენთა სკოლაში და დააგრძელებენ კიდევაც ხვალიდან მუშაობას. ისეთი წესიერი ხალხი, მე მართალი გითხრათ, შეიძლება ცოტა შევხვდათ ცხოვრებაში. ყველაფერს აკეთებდნენ ზედმეტი რუდუნებით. აი ამერდეს სკოლას არ ეღალატებო, ან 10-ზე, ან 11-ზე, ან ღამის 12 საათზე დაუდგენ სკოლას. თუ ხალხი 10 საათზე წავედი სკოლისგან და ისინი კიდევ მუშაობდნენ. ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, შეიძლება არ ჩანს გაკეთებული, მაგრამ მე მოგახსენებთ ახლა შეიცვალა ჭერზე საფარი, ბეტონის საფარი და მომთლიანად ორფენა წოლი გადაიფარა, შეიცვალა წყლის შემკრები, მილები, ძაბრები, ასევე როგორც ხედავთ ჩვენი თემის, ჩვენი სკოლის ტკივნეული წერტილი იყო, ჩვენი სკოლის ღობე არ იყო, სკოლაში 20 ათეული წლებია სკოლა ფუნქციონირებდა ღობის გარეშე. დასასრულს უახლოვდება ჭიშკრები და ბოდები დამონტაჟდა და ამ კვირაში უკვე ჭიშკრებიც იქნება დამონტაჟებული. ასევე მთლიანად შეიცვალა ამორტიზირებული საკანალიზაციო ჭები და სისტემა, რომელიც მიწაშია და არ ჩანს ახლა ზემოდან, მაგრამ განახლდა ყველაფერი. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის ეზო წვიმის შემდეგ რა მდგომარეობაში იყო. ნავების კი სჭირდებოდა, რომ ბავშვები ხელოვნების სტუდიაში შეგვეყოლა და გამოგვეყოლა. გაკეთებულია წყალსადნებელი ჭები, თავისი მილსადენებით, ასე რომ შალათმული დაცი. ასევე პრობლემას წარმოადგენდა სკოლის ეზოს განათება. პროექტი გამზადებულია, ოთხშაბათ შემდგარ მომან წარმომადგენლები და კიდევ საბოლოო დაზუსტება და შეიძლება ჩვენ წინ მდებარე ბეტონის ბოძები ახალი ბოძებით ჩანაცვლებდება. სკოლის მთელი ტერიტორია იქნება განათებული ნებნათურებით, ასე რომ პრობლემა ღამე გადაადგილების სკოლის ეზოში აღარ გვექნება. დაგეობა შევხვდით, რომ ეს მოედანი აღზრდებოდა და ევროპული სტანდარტებით გადმოგეცემა ჩვენ. მინდა ასევე ყველას დიდი მადლობა უთხრა ჩვენს დამლაგებელს, ჩვენს დარაჯებს, ყველა თითოეულ მასწავლებელს, თითოეულ მშობელს, დირექციის წევრებს და ვინც მიიღო მონაწილეობა, რომ დღეს ჩვენ პატარებისთვის სკოლის კარები გამეხსნა. კიდევ და კიდევ დიდი მადლობა. გულობთ ასეთ სასწავლო დღეს, ამან მშვიდობა მოსწესრიგა.